გამარჯობა. მე ვიდეოს ნაწილი მინდოდა ობსერვატორიაში ჩამეწერა, მაგრამ სახლშიც კი ვერ მოვძებნე ნორმალურად წყნარი ადგილი, იმიტომ რომ ჰამბურგში ყველგან სადაც არ წახვალ მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები, ემზადებიან თბილი სეზონისთვის, სადაც ყველგან რაღაცას თხრიან, ყველგან რაღაცას ჭრიან, რაღაცას კრეჭენ, რაღაცას ხერხავენ, მოკლედ არის ერთი ამბავი და ამიტომ რაღაცა შედარებით ყუდრო ადგილი ვიპოვე, სადაც ნაკლები ხმაური შეგვაწუხებს. ძალიან დამწყდა გული, რომ კარგად ვერ გაჩვენეთ ობსერვატორია, მაგრამ იქაც ყველაფერი დახურული იყო, სწორედ აი ამ სამუშაოების გამო. ბერძნული მითოლოგიის თანახმად აპოლონი და არტემიდა ტყუპისცალები გახლავთ და ისინი არიან ღმერთების მეფის, ზევსის, მეხთა მტყორცნელის და ლეტოს, ანუ იგივე ტიტანოიდის შვილები. მათი დაბადების ისტორია თავისთავად ძალიან დრამატულია. ზევსის ოფიციალური ცოლი გახლდათ, როგორც გახსოვთ, ჰერა, მაგრამ ზევსი მას მარჯვნივ მარცხნივ ღალატობდა. როცა ჰერამ შეიტყო, რომ ლეტო ორსულადაა, მან აკრძალა, რომ ლეტოს მშობიარობისთვის ადგილი გამოძებნილიყო მყარ მიწაზე. ამიტომ ლეტოს მოუწია კონტინენტიდან კონტინენტზე, კუნძულიდან კუნძულზე გადასვლა და საბოლოო ჯამში მან იპოვა კუნძული დელოსი, რომელიც იმ პერიოდში დაცურავდა, ანუ იგი არ წარმოადგენდა მყარ ხმელეთს. აქ გააჩინა მან არტემიდა პირველი გაჩნდა და იგი დაეხმარა შემდეგ დედას აპოლონის გაჩენაში. ამიტომ არტემიდა ითვლება მშობიარობის მფარველ ღმერთადაც. აპოლონი გახლდათ მზის ღმერთი და მისი სახელი დაარქვეს მთვარის პირველ პროგრამას და მთვარის ქალღმერთი გახლდათ არტემიდა. არტემიდა ასევე არის ნადირობის მფარველი ღმერთი. ბერძნული მითოლოგიის თანახმად არტემიდას ცხოვრება მაინდამაინც ტრადიციულად არ წარიმართა, იგი მამაკაცებთან ვერ მეგობრობდა და ნიმფებთან ჰქონდა მას ურთიერთობა. მაგრამ ერთხელაც მან დააფიქსირა, რომ არსებობს ვიღაც ორიონი, ძალიან ლამაზი ბიჭი, რომელიც მასზე უკეთესად თუ არა, ზუსტად მასავით ნადირობს და მათ არ შეყვარებიათო ერთმანეთი, უბრალოდ მეგობრობდნენო და ამაზე აპოლონს დაეწყო ეჭვიანობა დაზე. და ერთხელაც ორიონს შესთავაზა, რომ აბა თუ გაცურავო ზღვაში, რამდენად შორს წახვალო და როდესაც ორიონი საკმაოდ შორს გავიდა, როდესაც მხოლოდ თავი ჩანდა, ძმამ დას, ანუ არტემიდას უთხრა, რომ აბა ნახეო, თუ გაარტყამ შენს ისარს აი იმ შავ ბურცო წინ რო ჩანსო. და არტემიდამ რა თქმა უნდა გაარტყა და საკუთარი ხელით მოკლა საკუთარი მეგობარი. არტემიდამ გამოიყვანა ორიონი, მართალია ვერ გააცოცხლა, მაგრამ მისი სხეული მის ორ საყვარელ ძაღლთან ერთად განათავსა ცის კაბადონზე და დღეს ორიონის თანავარსკვლავედი და მწევარი ძაღლების თანავარსკვლავედი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური თანავარსკვლავედებია ჩრდილოეთის საზზე. სხვადასხვა ორიონთან ძალიან ბევრი მისტიური სიტუაციები და ისტორიები არის დაკავშირებული და ამლის ფილმი ვისაც არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ, იქაც არის ორიონზე საუბარი, როგორც ერთ-ერთ წამყვან თანავარსკვლავედზე, რომელმაც გადაწყვიტა ძალიან ბევრი რამ. მაღაზიათა ქსელი Family ქუთაისში. უბნის პატარა მაღაზიით დაწყებული ბიზნესი. მაღაზიებისა და მზა საკვების საწარმო Family Food-ის 30 ფილიალი ქუთაისში, ზესტაფონსა და სამტრედიაში. ყველაფერი ერთ სივრცეში. ძირითადი პროდუქტები, ახალი ხილბოსტნეული, საკანცელერიო საგნები, სათამაშოები და გალანტერეა. Family Food, მზა საკვები და საკონდიტრო ნაწარმი. საუკეთესო არჩევანი, როცა დრო შეზღუდულია, ხარისხი და გემო კი პრიორიტეტად რჩება. და როგორც ადრე შეგვირდით, მე არტემის მეორის, ანუ იგივე არტემიდა ორის მისია მინდა განვიხილო უფრო დაწვრილებით, მით უმეტეს რომ მისია დამთავრდა იდეალურად, ჩაატარა მან უამრავი ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი და მე გავცემ პასუხს იმ კითხვებზეც, რომლებიც დაგროვდა აი ამ ვიდეოების ნახვის შედეგად. კომენტარებში და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ახლახან გამოიწერეთ ჩემი არხი, აუცილებლად ნახეთ ჩემი ძველი ვიდეოებიც და ასევე იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ორი ვიდეო ნახეს, საკმაოდ მაღალი ნახვები აქვს ვიდეოებს, საკმაოდ ხანგრძლივი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი მაყურებელი, ჩემი ხარისხიანი მაყურებელი და განათლებას მოწყურებული მაყურებელი დიდხანს უყურებს, საკმაოდ თურთულ არა ყოველ შემთხვევაში ეს არის სამეცნიერო თემა, რომელიც პრინციპში ზოგჯერ მოსაწყენია ხოლმე, მაგრამ არ ვიცი, რამდენად არის მოსაწყენი ის, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, მე პირიქით ასეთი რამ უფრო მაინტერესებს, ვიდრე სხვის საძინებელში ახდება.
ასე რომ არტემის 2-ის, ანუ იგივე არტემიდა 2-ის შესახებ მე დღეს ცოტა უფრო დაწვრილებით მოგიყვებით, იმიტომ რომ ჩვენ წინა ორი ვიდეოში კი ვისაუბრეთ ამ თემებზე, მაგრამ იქ უფრო მეტი იყო ზოგადი ისტორიები კოსმოსის შესახებ, კოსმოსის ათვისების და ასე შემდეგ. 53 წელი გავიდა ბოლო აპოლოს მისიიდან, ანუ ნახევარ საუკუნეზე მეტი დრო არის იმისათვის, რომ მართლაც დაიბადოს კითხვა, რა შვებოდნენ თუნდაც ამერიკელები, თუნდაც ჩინელები, თუნდაც ინდოელები, თუნდაც რუსები, რატომ არ მიფრინავდნენ მთვარეზე. როგორ ჩანს, არ იყო მთვარე მაინც და მაინც საინტერესო. არ არის ასე მეგობრებო, უბრალოდ მთვარის მისია არ გახლავთ მარტივი მისია. იმ დროს, როდესაც აპოლოს მისიები ტარდებოდა და იგივე თქვა გაგარინის შესახებ, რომელზეც მე გესაუბრეთ და შემდეგ ძალიან ბევრ კოსმონავტზე, რომლის შესახებაც მე მქონდა ვიდეოებში საუბარი, მათი სიცოცხლე 50-50-ზე იყო, გადარჩენა უпроსორად. ან ისინი კოსმოსიდან ან დაბრუნდებოდნენ, ან დაბრუნდებოდნენ და შემდეგ დედამიწაზე რაღაც დაემართებოდა. სხვათა შორის, აქვე მინდა გითხრათ, რომ არც ერთი კოსმონავტი არ არის დაღუპული ღია კოსმოსში. ყველა კოსმონავტი დაღუპული არის ან დაჯდომის, ან აფრენის მომენტში. ეს ძალიან საინტერესო მომენტია. და ეს იყო სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილებები. გაგარინი მისია ფაქტიურად იყო 70-30-ზე და 70 არ იყო გაგარინის სიცოცხლის პროცენტი. 30 იყო სულ. ასევე იყო, თქვათ, იგივე მთვარის მისია, რომელიც, როგორც მე გითხარით ვიდეოში, წინა ვიდეოში, ნიქსონს უკვე გამზადებული ჰქონდა ორი ტექსტი, ერთი მოსავლოცი და მეორე სამგლოვიარო. და ქურივებისთვის მისასამძიმრებელი ტექსტი. ანუ აქ იყო სუფთა პოლიტიკა. ვინ გაასწრებდა აი ამ რბოლაში? ეს იყო რბოლა წესების გარეშე. სადაც ერთმანეთს ფეხს უდებდნენ, ერთმანეთს ტექნოლოგიებს პარავდნენ, მართალია სიკვდილამდე და მკვლელობებამდე არ მისულა, თუმცა ამის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით და ალბათ ამ საიდუმლოსაც თუ ასეთი არსებობდა სახელმწიფოები ბოლომდე შეინახავენ. ყოველ შემთხვევაში ასე იყო თუ ისე 53 წლის განმავლობაში, სანამ ადამიანის უსაფრთხოება არ დადგა ყველაფერზე მაღლა, იქ სადაც უკვე რბოლა შეწყვეტილია და თავარი არის ადამიანის სიცოცხლე და მისი გადარჩენა, აი აქ უკვე, როდესაც 100%-ით დარწმუნდნენ მეცნიერები და კოსმონავტიკის მესვეურები, მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა არტემის 2-ის გაშვება. თქვენ იცით, რომ მანამდე წავიდა არტემის 1, რომელშიც გამოვლინდა საკმაოდ ბევრი ხინჯი. ეს ხინჯები ყველაფერი გასწორდა, არტემის 2 ყოველგვარი ხინჯის გარეშე ჩამოფრინდა. ჩაატარა უზარმაზარი სამუშაო, როგორც ვიზუალური დაკვირვებით, ასევე უამრავი სხვადასხვა ხელსაწყო გამოიცადა და მე ყველაფერი ამის შესახებ ნელ-ნელა მოგიყვებით. მენდეთ, რომ აქ არ გაჩერდეთ და არ გადართოთ სხვა არხზე. მენდეთ, რომ ძალიან საინტერესო რაღაცეები მოხდა ამ მისიის დროს და ძალიან საინტერესო ექსპერიმენტები ჩატარდა, რომელიც ჩვენთვის, ჩვენი ჯანმრთელობისთვისაც მათ შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველ რიგში ვნახოთ თუ რა იყო გამორჩეული ამ მისიაში. ერთ-ერთმა მაყურებელმა მე დამიწერა, რომ რა მოხდაო, რაღაცა სოიციან ხოლმე, რაღაცა პირველი ქალი მთვარის ირგვლივ, პირველი შავკანიანი, პირველი კანადელი. გაუბრაზდებით ხოლმე, რა, შვიდად შევხედოთ ხალხო, ძალიან ბევრს უნერვიულობთ ხოლმე ზოგადად რაღაც ისეთ უნიშნელო რაღაცებზე. ასეთი რამ პიარში მოსულა. ჩვენ ყოველთვის რაღაცას ვაპიარებთ ჩვენს თავს, ჩვენს ირგვლივ რაც კეთდება, ვცდილობთ რომ კარგად წარმოვაჩინოთ და ესეც პიარის ერთ-ერთი მაგალითია. კონცენტრირება სხვა რაღაცებზე გავაკეთოთ. აი ეს მაგალითად იმაზე, რომ პირველად წავიდა ადამიანი ასე შორს დედამიწიდან 406,000 კილომეტრის მოშორებით. ანუ მთვარეს წრე დაარტყა და სწორედ აი წრის დარტყმის მომენტში 80,000 კილომეტრით დაცილდა მას, მაშინ როდესაც აპოლოს მისიები დაახლოებით 80 კილომეტრის, 100 კილომეტრის მანძილზე უტრიალებდნენ მთვარეს და ეს იყო საჭირო იმისთვის, რომ ყოველგვარი საწვავის გამოყენების გარეშე ორიონი წამოსულიყო დედამიწისკენ. მინდა გაგიზიაროთ Taste of Georgia-ს პრემიუმ ნაკრები. ხსნით ნაკრებს და იქ ხვდება ჩურჩხელა, სვანური მარილი, ცხარე აჯიკა, ყვავილების თაფლობა, ქართული ღვინო. ნაკრებში ახლა უკვე ჩვენი ბავშვობის მეგობრებიც არიან. წუნა და წრუწუნა, თოვლის გუნდა, დევი,
და რა თქმა უნდა ბატიტას იყო. თუ გამოიყენებთ ჩემს პრომოკოდს, რომელსაც ახლა ეკრანზე ხედავთ, სტანდარტული 7%-ის ნაცვლად მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას. ნაკრების გაგზავნა უკვე მთელი ევროპის მასშტაბითაა შესაძლებელი. დარეკეთ ამ ნომერზე, შეუკვეთეთ თქვენთვის სასურველი შემადგენლობა და სადაც არ უნდა იყოთ, შეიგრძენით საქართველოს გემო. პირველად მოხდა ლაზერული კომუნიკაცია. O2O, ასეთი აბრევიატურა აქვს მას და ამან საშუალება მისცა დედამიწაზე მყოფ ადამიანებს ენახათ 4K გამოსახულება, ანუ კოსმოსიდან მოდიოდა ძალიან დიდი ინფორმაცია და გადმოიცემოდა ორი წამის დაახლოებით 2 წამის დაგვიანებით. ეს უკვე როდესაც მთვარეს მიუახლოვდნენ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ მაქსიმალური სიჩქარე გადაცემის სინათლისხივი იქნება ეს თუ რადიო გადაცემა, რადიო ტალღები არის 300,000 კმ/სთ. ამიტომ, როდესაც უკვე გასცდა ამ მანძილს ორიონი, უკვე გადმოცემაში წავიდა დაგვიანებები. რა თქვათ 600,000-ზე რო წასულიყო 2 წამიანი იქნებოდა ეს დაგვიანება, 900,000-ზე 3 წამიანი და ასე შემდეგ. ყოველი 300,000 კმ-ის დაშორების შემდეგ უკვე იწყება 1 წამიანი დაგვიანებით პლუს 1 წამებით ინფორმაციის მოსვლა. ეს ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ასეთი ხარისხის გადაცემა, ჩვენი ვიდეოც არ არის 4K, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ფაილები გამოდის და შემდეგ ატვირთვაც უჭირს ინტერნეტს და რაც თავარია კომპიუტერს უჭირს, ჩემი კომპიუტერი საკმაოდ სუსტია, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც თითქოს გავაძლიერე, მაგრამ არა. ჩატარდა ბიოლოგიური ექსპერიმენტები, ძალიან საინტერესო, organ on a chip, ასე ერქვა ამ ექსპერიმენტს და მისი არსი მდგომარეობდა რაში? გაფრენამდე კოსმონავტებს აუღეს სისხლის უჯრედები, აუღეს ქსოვილები და ნაწილი დატოვეს დედამიწაზე და ზუსტად იმ პირობებში ამყოფეს, რაც კოსმოსში ამყოფეს აი დანარჩენი მათი ნაწილები და განსაკუთრებით ძვლის ტვინი მოგეხსენებათ რადიაციისადმი არის ძალიან გრძნობიარე. და ძვლის ტვინი წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ ალბათ რაღაც სამეულში შედის ალბათ უმთავრესი ორგანოების, რატომ? იმიტომ რომ იგი წარმოიქმნება როგორც იმუნური უჯრედები, ასევე სისხლბადი ორგანოა, იგი მოგეხსენებათ და როდესაც ძვლის ტვინის დაზიანება ხდება, აი სწორედ ამ დროს იწყება პრობლემები ორგანიზმში და ამ დროს ხდება თქვა იგივე ძვლის ტვინის გადანერგვა, რომელიც საკმაოდ ეფექტური მეთოდია ძალიან ხშირად. გამოიცადა ეგრეთ წოდებული RPOD, ანუ ხელით მართვის და მექანიკური მართვის ტესტირება მოხდა, ანუ ეკიპაჟმა ხელის მართვის რეჟიმში გამოცადა ორიონის მანევრირების საშუალებები, იგი რთავდა სხვადასხვა ძრავებს, რომლითაც აღჭურვილი იყო ორიონი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის მომავალში უკვე კოსმოსურ სადგურთან შეპირაპირებისათვის. რატო არის საჭირო კოსმოსურ ხომალდთან შეპირაპირება, როდესაც უკვე გადაწყდება ორიონის დაჯდომა მთვარეზე? იმიტომ რომ ყველაფერს ორიონი ვერ წაიღებს იმას, რაც მთვარეზე დაჭირდებათ. ამიტომ წინასწარ გავა, როგორც ვარაუდობენ, ეს იქნება ან ბეზოსის ხომალდი, ან მასკის, აქ უკვე კონკურენცია მიდის, 28 წლამდე ეს გაირკვევა ყველაფერი. აი ეს ხომალდები კოსმოსში გაიტანენ და ორბიტაზე დააფიქსირებენ იმ ხელსაწყოებს, იმ აუცილებელ ნივთებს, რომლებიც ორიონს დაჭირდება უკვე მომავალი მთვარის მისიისთვის, ანუ უშუალოდ მთვარეზე დასაჯდომად და აქედან წაღება გაცილებით ადვილია, იმიტომ რომ იქ წონა არ აქვს ამ ყველაფერს და არ გახდება საჭირო იმაზე გაცილებით დიდი რაკეტის გაკეთება. კიდევ ერთი გამოიცადა დასაჯდომი კაფსულა, რომელიც დაფარული იყო სპეციალური ნივთიერებით. ეს ნივთიერება ორთქლდებოდა, ისევე როგორც თქვენ ახლა სპირტი რო დაისხათ ხელზე ან აცეტონი და სული შეუბრალოდ ის ადგილი გაგიცივდებათ. რატომ? იმიტომ რომ აორთქლებისას იგი გართმევთ თქვენ სითბოს, ზედაპირიდან მიაქვს სითბო. ანალოგიური ძალიან ესეთი ეშმაკური მეთოდი გამოიყენეს ინჟინერებმა იმ ნაწილის დასაფარად, რომლითაც შემოდის კაფსულა ატმოსფეროს მკვრივ ფენებში. მკვრივ ფენებში შემოსვლისას იგი აი ბეტონის კედელს ისე ეჯახება ჰაერის ფენას, რომელიც გვაკრავს და იწყებს გავარვარებას. გავარვარება თითქმის 3000 გრადუსამდე. წარმოუდგენელი ტემპერატურაა, ხო? აი აქ უკვე არის ყველაზე დიდი რისკი, რომ ადამიანს რაღაც დაემართება, ეკიპაჟს რაღაც მოუვა. ამიტომ არის ეს ყველაზე
სხვაგვარად თვითმფრინავშიც ყველაზე რთული მომენტია, როდესაც თქვენ გიხარიათ, როდესაც უახლოვდებით მიწას, ეგრე არ არის ყველაზე მეტად პილოტების ოსტატობა უნდა გამოჩნდეს სწორედ დაჯდომისას, სწორედ თვითმფრინავის ჰაერში აყვანოს სხვაგვარად თქვენ შეგიძლიათ. თუ მიგიშვეს შტურვალთან. და 1000-ჯერ უფრო რთული არის, რა თქმა უნდა, კოსმოსში. და ამ მეთოდმა გაამართლა. თუ კადრებს დააკვირდებით წყალში ჩაშვების მომენტში, ოკეანის წყალი ცოტა წამოდუღდება კიდეც, ის იმ ადგილას, სადაც ის ჩაეშვება. რადიაციული დაცვა. თავარი არის, რომ ადამიანები დაბრუნდნენ მინიმალური დოზით რადიაციისა. ისინი რადიაციას ყველა ვარიანტში მიიღებენ, ჯერჯერობით არ არის გამოგონილი ისეთი მასალები, რომლებიც 100%-ით დაიცავდნენ კოსმონავტებს და ასტრონავტებს რადიაციისგან, თუნდაც მზის, თუნდაც კოსმოსური სხივებისგან. გერმანული მეთოდოლოგიით M42EXT არის ასეთი კაფსულაში კაფსულა, რომელშიც მოთავსდნენ ასტრონავტები ერთი ადგილის გადაკვეთის დროს და ამ ადგილზე მექნება საუბარი, ეს არის ყველაზე მეტად დახუნძლული რადიაციით ეს ადგილი. რა თქმა უნდა, შეისწავლეს მათი ფიზიკური მდგომარეობა და დადგინდა, რომ ეს 10 დღიანი შოკური გადასვლა მიკროგრავიტაციაში და უკან დედამიწის მიზიდულობაში ეკიპაჟის შრომის უნარიანობაზე ესეთ კრიტიკულ ზეგავლენას არ ახდენს. საერთაშორისო კოსმოსური სადგური, რომელიც ტრიალებს უკვე 10 წლეულებია დედამიწის ირგვლივ და იქ ამერიკელები, რუსები, ჩინელები, რა ვიცი, ვისაც არ ეზარება, ყველა დადის, ტურისტები დადიან უკვე ბოლოს და ბოლოს. დიდხანს ყოფნა იწვევს ძალიან ბევრ ფიზიოლოგიურ ცვლილებას, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი ჩვენ გავჩნდით დედამიწაზე და ის 4.5 მილიარდი წელი, რაც სიცოცხლე ჩაისახა და შემდეგ ვითარდება, არის მიჩვეული გრავიტაციას. ეს გრავიტაცია ჩვენთან საკმაოდ ძლიერია, ხო, აბა ცადეთ და ახდით. თქვენს თავს გადაახდით, აბა ძალიან რთულია, ხო, ისინი ვინც თავის თავს ახდებიან, ოლიმპიური ჩემპიონები არიან. რაშია საქმე? გვიზიდავს ჩვენი დედამიწა. თვარე 6-ჯერ ნაკლებად გვიზიდავს და ამაზე გვექნება საუბარი და ამას როგორ გამოვიყენებთ მომავალში. და ასევე ჩვენი ფიზიოლოგია, ჩვენი ძვლების სიმყარე, ჩვენი კუნთები, ყველაფერი ეს დამოკიდებული და შეგუებული არის აი ამ მიზიდულობასთან, აი ამ გრავიტაციასთან და როდესაც ჩვენ უწონანდობაში გავდივართ, ორგანიზმი გადადის ჭუიდან, ვერ ხვდება რა უნდა გააკეთოს. იწყება ძვლების გამოფიტვა, კუნთების დეგრადაცია და ამიტომაც არის თქვენ ალბათ გინახავთ ხშირად, რომ სავარჯიშოები აქვს, მუდმივად კოსმონავტები დარბიან, მუდმივად რა თქმა უნდა სხვა პრეპარატებს იღებენ და ამით მეტნაკლებად ინარჩუნებენ ფიზიკურ და ჯანმრთელ ფორმას. და ალბათ დაკვირვები ხართ, რომ ყოველთვის როდესაც კოსმონავტი ჩამოდის, მას უჭირს სიარული. უჭირს სიარული, იმიტომ რომ იყავი აბსოლუტურად, აი, წარმოიდგინეთ, არ ვიცი, ალბათ როგორი გრძნობა, როდესაც წონა არ გაქვს და უცებ შენი 70, 80, 100 კილოთი უცებ ისე დაიტვირთე და დაეწეპე დედამიწას. აი ამ დროს უკვე ცოტა რთულია ხოლმე და 1-2 დღე ჭირდებათ კოსმონავტებს, ასტრონავტებს, რომ აზრზე მოვიდნენ. მე წინა ვიდეოში გითხარით, რატომ ვურებ ხოლმე ერთმანეთში კოსმონავტს და ასტრონავტს და კიდე კაი ტაიკონავტს არ ვამბობ, იმიტომ რომ ჩინურად ტაიკონავტები არიან. საბჭოთა კავშირში კოსმონავტებს ეძახდნენ, ამერიკელები და ევროპელები ასტრონავტებს ეძახიან. მე მინდა ახლა თლათ წყობრად არ მივყვები და ალბათ უფრო კითხვა-პასუხის რეჟიმში გავაკეთებ ამ გადაცემას, მით უმეტეს რომ კითხვები საკმაოდ საინტერესო იყო, საკმაოდ განათლებული ადამიანებიდან მოდიოდა და გათვითცნობიერებული ადამიანებიდან კოსმოსში, ამიტომ იყო რა თქმა უნდა ბრტყელი დედამიწები და რაღაც რომ თვარეზე არავინ არ ყოფილა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კითხვების 90% იყო მეცნიერულად გამართული და ძალიან საინტერესო. როგორც გითხარით, კოსმოსური გამოსხივება და მზის გამოსხივება მათ შორის არის ყველაზე მძიმე გადასატანი და ყველაზე საშიში კოსმონავტების ჯანმრთელობისთვის. და განსაკუთრებით საშიში არის ეგრეთ წოდებული ვან ალენის სარტყლები, რომლებიც დედამიწას არტყია ირგვლივ. ეს არის ის ადგილები, სადაც კოსმოსური სხივები ეჯახებიან დედამიწის ფარს, ანუ ელექტრომაგნიტურ ფარს და აქ ხდება მათი დაგროვება. ეს სარტყლები ერთგვარი ესეთი ხაფანგია, მაგნიტური ხაფანგია მზის ქარისა და კოსმოსური სხივებისთვის და ისინი ერთდროულად კოსმონავტებისთვის წარმოადგენენ საფრთხეს, ხოლო ჩვენთვის ნორმალური ადამიანებისთვის, რომლებიც მიწაზე ვცხოვრობთ, დედამიწაზე წარმოადგენენ
ფარს, ანუ რომ არა ვან ალენის სარტყლები ჩვენი სიცოცხლე დამთავრდებოდა რამდენიმე წუთში. და ამას დაამთავრებდა ის მზე, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს და რომელიც იშვიათად გამოჩნდება ხოლმე ჰამბურგში. დედამიწას აქვს, როგორც იცით, უკვე ბევრი ჩემი ვიდეოდან ძალიან მძლავრი ელექტრომაგნიტური ველი, რომელსაც ქმნის მისი ნიკელ რკინის ბირთვი, რომელიც ტრიალებს მის შიგნით, ის წარმოქმნის ძალწირებს, რომლებიც იცავენ ჩვენს პლანეტას. და სწორედ ამ სარტყელს ეწოდება, აი ამ მიჯნას, ამ საზღვარს ეწოდება ვან ალენის სარტყელი, იმიტომ რომ პირველად 60-იანი წლების ბოლოს, უბრალოდ პირველივე მთვარის მისიის დროს გაფუჭდა ძალიან ბევრი ხელსაწყო, სწორედ ამ ადგილას და მეცნიერმა ვან ალენმა, ფიზიკოსმა დაადგინა, რომ ესე იგი აქ რაღაც ხდება და შემდეგ უკვე აღმოჩნდა, რომ მართლაც ხდება. იმან თეორიულად დაადგინა, შემდეგ უკვე პრაქტიკულად დაადგინდა, რომ მართლაც არსებობს სარტყელი, სადაც რადიაცია, სადაც გამოსხივება არის ყველაზე მეტი, კონცენტრირებული. და სწორედ ამ ადგილში გავლისას არტემიდის მისიის კოსმონავტებმა, ასტრონავტებმა გადაინაცვლეს სპეციალურ კაფსულაში, რომელიც გერმანული ტექნოლოგიით იყო დამზადებული და აღმოჩნდა, რომ კაფსულამ თითქმის 90%-ით შეამცირა გამოსხივება. ანუ ეს კაფსულა კიდევ უფრო თუ დაიხვეწება, ჩვენ უკვე საშიშროება ფაქტიურად აღარ გველის ასტრონავტებს. იმიტომ რომ მზეზე შეიძლება მოხდეს აფეთქება, არავინ არის დაზღვეული, ისევე როგორც ნებისმიერ წამს შეიძლება დედამიწაზე მოხდეს მიწისძვრა, ანალოგიურად მზემაც შეიძლება თავისი ძალა გამოავლინოს, გამოისროლოს აჩქარებული ნაწილაკების ნაკადი და ეს ნაკადი თუ მოხდება ხომალდში მყოფი ადამიანები დაზარალდებიან. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი უკვე ნახსენები ორგანონე ჩიპ, ცოტა დაწვრილებით განვიხილოთ. ექსპერიმენტის უნიკალობა ის არის, რომ ჩიპებზე განთავსებული არის უჯრედები. ფრენამდე ასტრონავტებმა ჩააბარეს სისხლი, ჩააბარეს ქსოვილის ნიმუშები, ძვლისტვინი არჩეული იქნა, იმიტომ რომ იგი ძალიან გრძნობიარეა გამოსხივების მიმართ. დადასტურდა, რომ კოსმოსური რადიაცია, რომელიც განსაკუთრებით აგრესიული არის ვან ალენის სარტყელთან, ძალიან უარყოფითად მოქმედებს ჰემატოპოეზურ თვისებებზე, ანუ სიხლმბად თვისებებზე ძვლის ტვინის. ეს მომენტი ჩვენ დაგვეხმარება იმაში, რომ დავადგინოთ თუ როგორ უნდა დავიცვათ ასტრონავტები და ასტრონავტების ჯანმრთელობა აი ესეთ უცნაურ და ძალიან საშიშ ადგილებში. რატომ ორგანონე ჩიპი? იმიტომ რომ აი ეს ქსოვილები, რომლებიც ამ ჩიპზეა განთავსებული, ჩიპის საშუალებით მარაგდებიან ყველა იმ ნივთიერებით, რომლებიც მათ სჭირდებათ ზდაგანვითარებისათვის, ამიტომ ისინი იზრდებიან, მრავლდებიან, უჯრედები ადამიანებისა ეს აღებული უჯრედები მრავლდება და აქ ხდება დაკვირვება, სწორედ გამრავლების უჯრედის გაყოფის პროცესში ხდება ყველა ანომალია, ხო? ფაქტიურად იგივე მუტაციები ხდება სწორედ ამ დროს ხდება სიმსივნური უჯრედების წარმოქმნა, როდესაც ორი უჯრედი ერთმანეთს ცილდება, ერთიდან ორი წარმოიქმნება და ამ დროს ერთ-ერთ უჯრედში ისე ვერ არის საქმე, როგორც საჭიროა. ეს უჯრედი არის უკვე პოტენციურად სიმსივნის წარმოქმნელი. აი ეს რო არ მოხდეს, ამისთვის ჩვენი იმუნური სისტემა არის მზად, მომენტალურად ასეთ დეფექტურ უჯრედს ანადგურებს და სწორედ იმუნური სისტემაა, რომელიც თუ ოდნავ მოირღვა და მოირღვა თქვათ ეკოლოგიური პირობების გამო, არასწორად კვების გამო, არაჯანმრთელი ცხოვრების გამო, ამ დროს იწყება უკვე ამ უჯრედების ინტენსიური გამრავლება და კოსმოსი არ არის ჯანმრთელი გარემო, ეს არ არის ადამიანებისთვის მეგობრული გარემო, ეს მტრული გარემოა, ეს არის ძალიან რთული ადგილი ზოგადად სიცოცხლის არსებობისთვის. ამიტომ ასეთი თქვათ ეს უკვე სამომავლო გეგმებია, ამ ქსოვილებს შეისწავლიან გენეტიკოსები თუ რა ცვლილებები მოხდა მათში. არტემისი არის თვითონ პროგრამის სახელწოდება. ისევე როგორც აპოლო იყო პროგრამის სახელწოდება, ხოლო თვითონ ის ხომალდი, სტარშიპი, რომელიც მოძრაობს კოსმოსში და არის ფიზიკურად შეეხები, ეს გახლავთ ორიონი. ანუ არტემიდას თლად შეყვარებული არა მეგობარი, რომელიც არტემიდამ საკუთარი ხელით შემთხვევით მოკლა. ორიონზე თვითონ ორიონი შედგება რამდენიმე ნაწილისგან და ძალიან საინტერესო ნაწილებია, იმიტომ რომ ყველა ამ დანადგარს აქვს თავისი ფუნქცია და საკმარისია ერთ-ერთმა არ იმუშაოს, რომ მისიაც ჩაიშლება და შესაძლოა ადამიანი დაიღუპოს კიდეც. ორიონის მთავარი ნაწილი გახლავთ ძრავი.
ძრავი, რომელიც შედგება 3 ნაწილისგან. ეს არის 2 შედარებით პატარა გვერდითი ძრავები, რომლებიც გამოვსებული არის რეზინის კონსისტენციის მქონე საწვავით, ამიტომაც მას მყარი საწვავი ეწოდება, რომლებიც იძლევიან ძალიან დიდ გაწევის ძალას, მაგრამ ისინი ძალიან ცოტა ხანს მუშაობენ. შემდეგ უკვე მთავარი გამწევი ძალა გახლავთ აი ეს ნარინჯისფერი სვეტი, რომელიც ამოვსებული არის, უბრალოდ გამოვსებული არა, 2 ბალონისგან შედგება. წყალბადის და ჟანგბადის. ორივე არის თხევად მდგომარეობაში, ორივე არის ძალიან დაბალ ტემპერატურაზე, ხდება ჟანგბადისა და წყალბადის შერევის შედეგად ძლიერი აფეთქებები. ამ აფეთქებების ძალა გამოიყოფა 4 ძრავიდან, რომელიც რაკეტის ქვემოთ არის მოთავსებული და რომელიც უკვე დიდ ბიზგს აძლევს მთლიანად ამ კონსტრუქციას. მისი მისია არის როგორმე მოწყვიტოს დედამიწას, აი გრავიტაციას ააცილოს მაქსიმალურ სიმაღლეზე ხომალდი, რომელიც შემდეგ უკვე როდესაც დაკარგავს იგი კავშირს დედამიწის მიზიდულობასთან, ბოლომდე რა თქმა უნდა ვერ კარგავს, იმიტომ რომ საკმაოდ გიგანტური პლანეტაა ასეა თუ ისე და აი ამ ნარინჯისფერი რაკეტის ძირითადი დატვირთვა არის, რომ იგი მაქსიმალურად დააცილოს დედამიწას და მაქსიმალურად შეამციროს აპარატზე დედამიწის მიზიდულობის ზეგავლენა. როგორ ხდება მუშაობის დაწყება ძრავების? პირველი 6 წამით ადრე ირთვება ძრავები, მაგრამ რაკეტა მხოლოდ 6 წამის შემდეგ წყდება დედამიწას. იმას თითქოს ამაგრებენ, აი დაახლოებით ისევე, როგორც აი მანქანა რომ ადგილზე ატრიალებს ბორბლებს და მე როცა მიეშვება და გავარდება ხოლმე გიჟივით, ხო? აი ანალოგიური რამ არის, თითქოს უჭირავთ რაკეტა რომ არ წავიდეს და რომ გაუშვებენ იმას აი ბიზგის საშუალებით, უკვე დაგროვილი ენერგიის საშუალებით რაკეტა წყდება ადგილს. პირველი 2 წუთი მუშაობს აი ამ 2 ამაჩქარებელთან ერთად ძირითადი, აი ეს ნარინჯისფერი core stage. რა ხდება შემდეგ 2 წუთის შემდეგ მუშაობს ყველა ძრავი, ანუ ეს 2 თეთრიც და შუა ნაწილიც და ეს არის ყველაზე ხმაურიანი და მძიმე მომენტი და სხვათა შორის თვითონ კოსმონავტებისთვისაც რთული გადასატანი, იმიტომ რომ ამ დროს ხდება მათი მიჯაჭვა სავარძლებზე. ალბათ გიგზნიათ ყველას, როდესაც თქვა თვითმფრინავი ფრინდება, 300 კმ/სთ-ში არის, უნდა განავითაროს თვითმფრინავმა, რომ შემდეგ მიწას მოწყდეს. აქ კი წარმოუდგენელი სისწრაფეა, თავიდან არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს დატვირთვა არის ძალიან მძიმე. 2 წუთის შემდეგ ეს 2 ამაჩქარებელი ძვრება ძირითად აი ამ core stage ნარინჯისფერ რაკეტას და უკვე ეს წყალბადისა და ჟანგბადის ნარევზე მომუშავე ნარინჯისფერს მიაქვს ხომალდი კოსმოსში. 8 წუთის შემდეგ ისიც ამთავრებს მუშაობას, ეს დიდი აუზიც ძვრება ორიონს და ორიონი უკვე გადის კოსმოსში. მაგრამ აქ ყველაფერი არ მთავრდება. ამას მთლიანად ეწოდება SLS-ი, ანუ Space Launch System-ი და სწორედ აი ესეთ Space Launch System-ით დაფრინავს და იფრენს მომავალშიც არტემისის მისია. აი მთავარი ავზის მოძრობა ხდება, აი ხედავთ თქვენ აი ამ ნაწილს, ნარინჯისფერსა და თეთრ შორის, აქ არის ესეთი ჩანართი, რომელიც ესე დამაკავშირებელი რგოლი, ადაპტერის ადგილას ძვრება, ავზი მოფრინავს დედამიწისკენ, ხოლო კოსმოსური ხომალდი უკვე ორიონი, ანუ ის რაც მან გაიყვანა კოსმოსში, მიდის თავის საქმის გასაკეთებლად. ორიონი შედგება შემდეგი ნაწილებისგან. ეს არის ევროპული სამსახურეობრივი მოდელი ESM-ი, ეს არის ეს ცილინდრული თეთრი ნაწილი, რომელიც დამაკავშირებელი რგოლის უშუალოდ ზემოთ მდებარეობს და რომელსაც აი ეს ESM-ის ლოგო აქვს, ანუ ევროპული კოსმოსური სააგენტოსი და ეს არ არის საცხოვრებელი მოდული. ეს არის ენერგიისა და საწვავის ბლოკი და იმ რაღაცეების ბლოკი, რაც საჭირო არის დანარჩენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტის, ანუ თვითონ გულის დასამუშავებლად და ასევე იქ სიცოცხლის შესანარჩუნებლად. აი საცხოვრებელი მოდული უკვე crew მოდელი, რომელსაც ემსახურება ეს ევროპული ბლოკი. ეს არის სწორედ ორიონის გული, სადაც ასტრონავტები ცხოვრობენ.
რას წარმოადგენს აი ცხვირზე დამაგრებული ეს წაგრძელებული ნაწილი? ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული launch abort system. ანუ ქართულად სასწრაფო ევაკუაციის სისტემა. ეს არის ის წვეტიანი ცხვირი, რომელიც რაკეტის სულ ზედა ნაწილშია მოთავსებული, აი ხედავთ. თუ ძრავებს, აი სამ რაკეტას ჩვენ მატარებელს ვადარებთ, მაშინ ეს ნაწილი არის მისი უსაფრთხოების ღვედი, ანუ საავარიო გამოსასვლელი. რას აკეთებს ლასი? მისი ერთადერთი და გადამწყვეტი ფუნქცია ასტრონავტების გადარჩენა გაშვებისას. თუ რაკეტა SLS-ი აფრენის მომენტში ან ატმოსფეროში ასვლისას რაიმე კატასტროფული პრობლემა ექმნება მას, მაგალითად აფეთქების საშიშროება, ეს სისტემა წამების განმავლობაში ირთვება, იგი მთლიან ეკიპაჟის აი მოდულს, სადაც კოსმონავტების ხედან, მოგლეჯს რაკეტას, გადაიტანს რამდენიმე ათეული კილომეტრით მოშორებით რაკეტისგან, რომელსაც საშიშროება აფეთქება ემუქრება და იქ უკვე გაშლის პარაშუტებს და მისია შეწყდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანები გადარჩებიან. რის საშუალებით ხდება ეს ყველაფერი? აი ცხვირთან დააკვირდით, არის 4 ძრავი, რომელშიც არის ისეთი ნივთიერება, რომელიც წამების განმავლობაში აძლევს ამ ცხვირს საშუალებას, რომ ძალიან დიდი სისწრაფე განავითაროს მანაც და მასზე მიმულმა აი საცხოვრებელმა მოდულმაც. ძალიან პოპულარული არის აზრი და ამის ბიძგი მისცა იმ ფაქტმა, რომ მაყურებელმა დაინახა, რომ აფრენის მომენტში როგორ მოსწყდა აი შტანგებს, რომლებიც მიერთებული არის რაკეტასთან, როგორ მოწყდა 4 დიდი ზომის ლიფტი და დაეშვა მიწისკენ და რა თქმა უნდა გაუხარდათ ძალიან შეთქმულების თეორიის მიმდევრებს, რომ არავინაც არ გაფრენილა, ეს რაკეტა გაუშვეს კოსმონავტების გარეშე, კოსმონავტები კი დაბრუნდნენ მიწაზე ლიფტების საშუალებით. ეს ლიფტები მართლაც სათადარიგო თავდაცვისთვის არის განკუთვნილი. ეს არ არის ლიფტები, ეს უფრო ზიპლაინებია, ისინი არ არის დამოკიდებული ძრავაზე, ისე როგორც ჩვენი სახლის ლიფტები, ვთქვათ, საბაგიროები. ლიფტი თავისი წონით დაეშვება დედამიწაზე, საკმაოდ გრძელი ზიპლაინია. ძალიან სწრაფად ხდება დაშვება, იმიტომ რომ დახრილობა ძალიან დიდია. იქ რა თქმა უნდა დამუხრუჭების სისტემა არსებობს, გადმორბიან ძალიან სწრაფად ასტრონავტები ლიფტიდან, მათ ხვდებათ სპეციალური დაჯავშნული მანქანა, რომელსაც მომენტალურად ჩაყავს ისინი იქვე არსებულ ბუნკერში. ეს ხდება დაახლოებით 10-11 წამის განმავლობაში. ასე რომ არავინ არ გამოგწეულა, უბრალოდ ეს ლიფტები დაუშვეს, ხა იმ აფრენის მომენტში ისინი უბრალოდ ხელს შეუშლიდნენ იქაურობას. ისე კი ძალიან მიკვირს ხოლმე იმ ადამიანებს, ვისაც არ შეერა ასეთი რაღაცეების და აი რატომ? იმიტომ რომ აი მილიარდები იხარჯება ხალხო ამ ყველაფერზე. ასეთი გიგანტური კონსტრუქცია რო ააგო, შემდეგ ჰაერში, კოსმოსში გაუშვა რა, ეს ყველაფერი არის ძალიან დიდ თანხებთან დაკავშირებული. და ისე ვიმეორებ, აი თქვათ იგივე პირველი მისიები მთვარის, ხო, იქ გავსებული იყო, NASA გავსებული იყო საბჭოთა ჯაშუშებით. პირველს რასაც გაიგებდნენ, ადამიანი გაფრინდა, დაჯდა თუ არა მთვარეზე და თუ ეს ტყვილი იქნებოდა, პირველი საბჭოთა კავშირი ატეხავდა ერთ ამბავს, იმიტომ რომ მათთვის ეს უზარმაზარი დარტყმა იყო. მათი პრესტიჟისთვის უზარმაზარი დარტყმა იყო და 400,000 ადამიანი მუშაობდა ამ პროგრამაზე. ისე ვიმეორებ, ჯაშუშებით იყო სავსე. ნუ თუ რუსებმა ვერ მოძებნეს ერთი ჯაშუში მაინც, ან ერთი გამყიდველი მაინც, რომელიც მათ ეტყოდა, რომ ან 100%-იანად დაუმტკიცებდა, რომ არავინ არ ყოფილა და სტენლი კუბრიკის გადაღებული არის მთვარეზე დაჯდომა. ეს იქნებოდა ამერიკისთვის მთელი მისი პროგრამის ბოდიში ავზიტყვის, მაგრამ ჩასვრა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებდნენ რუსები, მაგრამ არა ოფიციალურად და დადასტურებულად ადამიანები იყვნენ მთვარეზე. ახლაც დადასტურებულად დამიჯერეთ არტემისის მისია ძალიან კარგად დაიწყო და ძალიან კარგად დამთავრდა. მოკლედ გავიდა ჩვენი ორიონი ღია კოსმოსში, იგი ჯერ კიდევ იმყოფება დედამიწის მიზიდულობის ქვეშ, მას მოძრა ის დამცავი ცხვირი, ეს აუზები უკვე დაბრუნდა დედამიწაზე და ეს ხდება უკვე გაშვებიდან, აფრენიდან 8 წუთისა და 15 წამის შემდეგ. ეს არის აი წამებში ყველაფერი გათვლილი. თავარი აუზი ასრულებს მუშაობას და სცილდება ხომალდს, როგორც გითხარით, ხომალდი კოსმოსშია, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის სტაბილურ ორბიტაზე. სტაბილური ორბიტა გახლავთ ორბიტა, სადაც საიდანაც უკვე ხომალდი აღარ ჩამოვარდება, ანუ
ანუ დედამიწა ვეღარ მიიზიდავს, მაგრამ მეორე მომენტია, რომ იმდენად მაინც დედამიწის მიზიდულობის გავლენის ქვეშ არის, რომ იგი იწყებს მის ირგვლივ ტრიალს, ეს ტრიალი მას სჭირდება. და რისთვის? ორ მანევრს აკეთებს ხომალდი. პირველი ეს არის 59 წუთსა და 59 წამზე ირთვება ძრავი ორბიტის ყველაზე დაბალი წერტილის პერიგეის ასაწევად. და ეს საჭიროა ხომალდი არ შემოვიდეს ატმოსფეროში. ხომალდი ატმოსფეროში თუ შემოვიდა, დამთავრებულია მისი საქმე. კიდევ 1 საათის გავლის შემდეგ ძრავის ჩართვა ხდება ყველაზე მაღალი წერტილის, ანუ აპოგეუმის ასაწევად და ამით უკვე ხომალდი გადადის ძალიან მაღალ ელიფსურ ორბიტაზე. აქედან იწყება კიდევ ერთი მესამე ეტაპი, ეს გახლავთ PROXOPS demo, ანუ სიახლოვის მანევრები. ეს არის, როდესაც არტემისი ერთ-ერთ ძალიან მთავარ და მნიშვნელოვან მომენტს ასრულებს, რაც აგერ ხედავთ თქვენ, ეს არის ორიონის კაფსულა სცილდება ICPS-ის საფეხურს, მაგრამ შორს არ მიდის. იგი ტრიალდება და ამ ტრიალს მოტრიალებას უпроსწორად ასტრონავტები აკეთებენ მექანიკურად, ხელით. ანუ ავტომატიკა უკვე გამორთულია და ეს არის სწორედ რეპეტიცია იმისა, თუ როგორ შეუპირაპირდება უკვე ხელით და აი ჯოისტიკების საშუალებით ხომალდს მომავალ მისიებში ორიონის ეს ნაწილი. და მეოთხე საფეხური, ეს არის თავარი საფეხური, რომლის დროსაც ორიონი უკვე ბიძგების საშუალებით და თავისი ძრავების საშუალებით იწყებს მანევრს. ეს ბიძგი უკვე აყენებს მას იმ ტრაექტორიაზე, რომელმაც იგი მთვარემდე უნდა მიიყვანოს. და ძალიან საინტერესო მომენტია, რომ კრიოგენული ამაჩქარებლის შიგნით არის პაკეტი, რომელშიც დევს 13 კუბსატი. კუბსატი გახლავთ კუბიკური სატელიტები, ანუ კუბური ფორმის თანამგზავრები. ეს არის საკმაოდ პატარა ზომის, დაახლოებით 10 სანტიმეტრზე, მე წარმოიდგინეთ, აი ესეთი თანამგზავრია, რომელსაც აქვს რა თქმა უნდა თავისი ფრთები, დაკეცილ მდგომარეობაში შემდეგ იშლება და ეს 13 კუბსატი ასრულებს სხვადასხვა დავალებას. ზოგიერთი რჩება თვარის ორბიტაზე, ზოგიერთი დედამიწის მოშორებით ორბიტაზე, ზოგიერთი დედამიწასთან ახლოს, ზოგიერთი მზეს სწავლობს, ზოგი გამოსხივებას და ძალიან ეს 13 კუბსატი არის ერთ-ერთი მიზანი არტემისის მისიის. და რატომ არის კუბსატები საინტერესო? იმიტომ რომ თუ თქვათ დიდი თანამგზავრის გაკეთებას სჭირდება წლები, მინიმუმ 2-3 წელი. კუბსატის გაკეთება შეიძლება ძალიან სწრაფად, რამდენიმე თვეში. და მის გასაკეთებლად არ არის აუცილებელი ათასობით ადამიანის შრომა. იგი შეიძლება ჩვეულებრივ საუნივერსიტეტო ლაბორატორიაშიც კი გაკეთდეს და შემდეგ უბრალოდ ჩაიტვირთოს ხომალდში, ისეთში როგორც თქვა ორიონია და უკვე ორიონმა გაიყვანოს ისინი ორბიტაზე, ანუ იმ ადგილებში, სადაც ისინი იმუშავებენ. ეს ძალიან საინტერესო ახალი ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც ძალიან ბევრ საინტერესო რამეს პირდება. აქ ორიონი ავითარებს 38,000 კილომეტრ სიჩქარეს და ეს არის აუცილებელი, რომ იგი მოწყდეს საბოლოოდ დედამიწის მიზიდულობას. სიმაღლე მისი დედამიწის ზედაპირიდან არის დაახლოებით 23,000 კილომეტრი. ეს გაცილებით მაღალია, ვიდრე თქვა ის ხომალდები, რომლებიც დაფრინავენ დედამიწის ირგვლივ, რომელთა სიმაღლე მხოლოდ 400 კილომეტრია. 23,000 კილომეტრი წარმოიდგინეთ და 400 კილომეტრი. რა ძალით უნდა დაძლიოს გზა, ამხელა გზა 400,000 კილომეტრი თითქმის ორიონმა მთვარემდე. თუ კი იგი ჯერ კიდევ დედამიწის მიზიდულობის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. აი აქ უკვე ძალიან საინტერესო მომენტია, თვითონ ორიონში არის თავისი დამოუკიდებელი ძრავები, რომლებიც მაქსიმალურად აჩქარებენ ორიონის სისწრაფეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი სანამ დედამიწის მიზიდულობის გავლენის ქვეშ არის, იგი მაინც მუხრუჭდება. მუხრუჭდება, მაგრამ დაახლოებით იქამდე, სადნამ იგი უკვე გადალახავს დედამიწის მიზიდულობას და უკვე შედის მთვარის მიზიდულობაში. ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი. უკვე მთვარე იზიდავს თავისკენ, ანუ ორიონს აღარ ეხარჯება იმდენი ენერგია, ფაქტიურად იგი თიშავს ყველანაირ ძრავს და უკვე
მთვარის მიზიდულობა ხდება მისი მამოძრავებელი ძალა. ეს არის ძალიან საინტერესო რამ. ზედ თვითონ ორიონზე არის დამაგრებული ძრავი, რომელიც სხვადასხვა მოხსნილი არის შატლებიდან. ანუ მეორადი გამოყენების ძრავია, მაგრამ რომელიც მომდ თავის ძალიან კარგად აჩვენა და აქედან გამომდინარე მას დღემდე იყენებენ. ანუ ძრავი გამოირთვება, მაგრამ ჩაირთვება ძალიან საინტერესო ძალა. ეს გახლავთ ინერცია, ნიუტონის პირველი კანონი. კოსმოსში არ არის ჰაერი, არ არის წინააღმდეგობა, მიზიდულობის ძალები არსებობს, მაგრამ ისინი მოსუსტებულია და ობიექტი იწყებს გარკვეული სიჩქარით გადაადგილებას იმ მიმართულებით, საითაც იგი გაუშვეს. მაგალითად, ჩვენ რო თქვათ, ვიყოთ კოსმოსურ ხომალდზე და გამოვიდეთ ხომალდიდან და ავიღოთ ბურთი და გავისროლოთ, ეს ბურთი ივლის მანამდე, პირდაპირ ივლის მანამ, სანამ მას რომელიმე ციური სხეული არ მიიზიდავს, არ შეუცვლის მას ტრაექტორიას. ისევე როგორც თქვა, აი მაგნიტი როა იყო და რომ მიეწეპოს, ხო, აი ძლიერი მაგნიტი თუ არის, თუ რაღაც რკინის საგანი გავატარეთ ჩვენ მასთან, იგი გადახრით და საბოლოოდ დაიწეპებს კიდე Z. ფაქტიურად ირთვება გრავიტაციული გაქაჩვა-გამოკაჩვის იქ აი როგორც ორი ადამიანი რო თოქს ქაჩავს, ხო? აქეთ არის ცოტა ძლიერი დედამიწა და აქეთ ცოტა სუსტი მთვარე. და აი სწორედ ეს დედამიწის ძალა უკვე დაძლია ხომალდმა და გადადის უკვე პატარა კაცის, ანუ სუსტი ადამიანის, ანუ მთვარის მიზიდულობისკენ და მთვარე, არც ისე პატარაა, საკმაოდ კაი მოხეული ქვის ნატეხია, რომელიც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს და რომელსაც თავისი გრავიტაცია, ანუ მიზიდულობა აქვს მართალია 6-ჯერ ნაკლები ვიდრე ჩვენ, მაგრამ მაინც. და იქ ხდება ძალიან საინტერესო რამ. ორიონი ურტყამს წრეს მთვარეს და აქ აკვირდება ძალიან საინტერესო რაღაცებს, მაგალითად, აქ ორიონი ატარებს ძალიან საინტერესო ექსპერიმენტს, ეს არის მზის დაბნელების ექსპერიმენტი, ანუ იგი მთვარეს იყენებს როგორც მზის დამაბნელებელს. და 39 წუთის განმავლობაში აკვირდება იმ გარემოს, რომელიც არის მზის ირგვლივ და რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ ძალიან ცოტა ხნის განმავლობაში, როდესაც დედამიწაზე მზის დაბნელება ხდება, მაგრამ ატმოსფერული ჰაერი არ გვაძლევს საშუალებას დავინახოთ თუ რა ხდება მზის ირგვლივ. ჩვენ ვხედავთ კორონას, ანუ მზის გვირგვინს, რომლიდანაც ხდება მისი პროტუბერანცების და გამოსხივებების გამოტყორცნა, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ირგვლივ რა ხდება. აი სწორედ ორიონმა ეს ყველაფერი დააფიქსირა და ამას აფიქსირებდა 39 წუთის განმავლობაში, ასევე ძალიან მაღალი გარჩევადობის ფოტოაპარატების და კინოაპარატების და სხვადასხვა ხელსაწყოების საშუალებით და ძალიან საინტერესო იმედია, ძალიან საინტერესო შედეგები ჩამოიტანა დედამიწაზე, რომელსაც ალბათ თვეები დაშირდება, რომ ათეულობით ადამიანი ამათ გადაღებულ ფოტოებზე, ამათ ჩამოტანილ მონაცემებზე დაიცავენ დისერტაციებს და კარიერულ სვლას გაიკეთებენ. ასევე მათ რამდენიმე კრატერს, რომელსაც სახელი არ ჰქონდა, დაარქვეს სახელები და ძალიან ესეთი გულის ამაჩუყებელი იყო, როდესაც ერთ-ერთი ასტრონავტის ძალიან ახალგაზრდა გარდაცვლილი მეუღლის სახელი დაარქვეს ერთ-ერთ ძალიან ლამაზ კრატერს, რომელიც ტერმინატორზე მდებარეობს. ტერმინატორი გახლავთ, არა ის ტერმინატორი არა. ზოგადად სიტყვა ტერმინატორი ნიშნავს გამყოფს და ის იმ ადგილს ეწოდება დედამიწაზეც, მთვარეზეც, ნებისმიერ პლანეტაზე, სადაც მზისა და ჩრდილის საზღვარია. აი ამ საზღვარზე კარგად ჩანს ხოლმე, თუ თქვენ გაქვთ შედარებით კარგი ბინოკლი, მაგალითად, და მთვარეს თუ შეხედავთ განსაკუთრებით, როდესაც იგი განახევრებულია, აი სწორედ ტერმინატორზე დაინახავთ თითქოს სამგანზომილებიან გამოსახულებას მისი კრატერებისა, რატომ? იმიტომ რომ ჩრდილები ისე ეცემა, ის კარგად ეცემა იმ ადგილას, ისევე როგორც თქვათ, აი ოპერატორებს, კინოოპერატორებს ძალიან უყვართ მზის ჩაცვლის, ანუ უფრო მზის ჩაცვლის მომენტები, golden hours ეძახიან, ანუ ოქროს საათებს, როდესაც ჩრდილები სხვანაირია, უფრო მკაფიოდ და მკვეთრად ჩანს ყველაფერი და დაახლოებით იგივე ხდება ტერმინატორზე. მთვარეზე ადრეც იყო ეს დაფიქსირებული, რომ არის ადგილები, სადაც მიზიდულობა უფრო მეტია, ვიდრე თქვათ სხვა ადგილას. და ვერ აფიქსირებდნენ რა იყო, დაარქვეს ამ ადგილებს მასკონები, ანუ mass concentrations. და მასკონების კონცენტრაციის ადგილები ემთხვეოდა მთვარის ზღვის ადგილებს.
თქვენ მოგესწრებით თვალზე წყალი სხვა არ არის, ასეთ წყალი არის, მაგრამ ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ ზღვის სახით არ არის, ხო, უბრალოდ ადამიანები ზღვებს ეძახდნენ იმ მუქ ადგილებს, რომელსაც ჩვენ შეუიარაღებელი თვალით ხედავთ დედამიწიდან, რომლებიც თვალზე საკმაოდ დიდ ფართობებს იკავებს. და აი ამ ფართობების, აი ამ ზღვების ცენტრში ხელსაწყოები აფიქსირებდნენ მომატებულ ზოგჯერ 3-ჯერ, 4-ჯერ უფრო მომატებულ გრავიტაციას, ანუ მიზიდულობას. ანუ ეს იმას ნიშნავდა, რომ აქ არის კონცენტრირებული მასა, რომელიც იწვევს აი ამ გრავიტაციულ ანომალიას. და დღევანდელი თეორიით ეს გახლავთ რკინის შემცველი დიდი ზომის მეტეორიტები, რომლებიც, გიგანტური ზომის, უფრო ალბათ ესეთი ასტეროიდის ზომის. აი დიდი ზომის ასტეროიდის აოცარი სისწრაფით ეჯახებოდა მთვარეს, იგი შედიოდა მის მანტიაში, იწვევდა იქ ქანების ლღობას, ამოსვლას ლავისა და სწორედ ამ ლავის მოედნები არის ის მუქი ადგილები, რომელსაც ჩვენ ხედავთ და ეს მეტეორიტი კი რკინისგან შემდგარი არის ჩაძირული მთვარის სიღრმეში და იწვევს აი ამ მასკონების ეფექტს. მასკონების ეფექტის გამოყენება შეიძლება როგორც უარყოფითად, ასევე დადებითად, ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად არის ეს ადგილები და ამ ადგილების ფიქსაცია მოახდინა არტემიდას ამ მისიამ. ყველა ალბათ არ არის დაფიქსირებული, მაგრამ ძირითადი ძლიერი მასკონები, ძლიერი გამოსხივების მქონე მასკონები დაფიქსირებულია. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ მომავალში, როდესაც ხომალდები დასხდებიან უკვე მთვარეზე, ისინი რაღაცნაირად ასწდნენ ან გაითვალისწინონ ამ გრავიტაციის ძალები. იმიტომ რომ ამან შეიძლება შეცვალოს, თქვათ, ფრენა აპარატისა, რომელიც მთლიანად დამოკიდებული არის მთვარის გრავიტაციაზე და ასეთი გრავიტაციული მუწუკები შეიძლება ითქვას ძალიან დიდ გავლენას ახდენს ასევე ადამიანებზეც, იმიტომ რომ თუ სხვა ადგილებში არის, თქვათ, ნორმალურად 6-ჯერ ნაკლები გრავიტაცია ვიდრე დედამიწაზე, აი მასკონების ადგილას, როგორც ვარაუდობენ, არის მხოლოდ და მხოლოდ 2-ჯერ ნაკლები ვიდრე დედამიწაზე, ასე რომ მასკონების ამბავი გასათვალისწინებელია. ასევე ეს საერთოდ საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, ჭირდება ნამდვილად ამდენი საწვავი თუ არ ჭირდება, ანუ უნდა გავასწოროთ რაღაცნაირად ამ მასკონებზე ჩვენი საწვავის რაოდენობაც. აქედან გამომდინარე, მათი შესწავლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისე ვიმეორებ. ახლა განვიხილოთ ის ნაწილი, რომელიც უკვე მოწყდა ძირითად ძრავებს და აგრძელებს დამოუკიდებელ მოძრაობას. მარცხნივ ჩვენ ხედავთ დროებით კრიოგენულ ამაჩქარებელ საფეხურს და ეს არის თეთრი ესეთ დიდი ცილინდრი, რომელზეც მიმაგრებული არის კონუსური ძრავა. ეს არის რაკეტის ზედა საფეხური. მისი დანიშნულებაა ხომალდს მისცეს ის გადამწყვეტი იმპულსი, რომელიც მას დედამიწის ორბიტიდან უკვე მთვარისკენ გაისვრის, ანუ Trans-Lunar Injection. მთვარის ტრაექტორიაზე გასვლის შემდეგ ორიონის ეს კაფსულა ESM-ი სცილდება ამ საფეხურს და დამოუკიდებლად აგრძელებს გზას. როდესაც ხომალდი მთვარის ტრაექტორიაზე გადის და ამაჩქარებელ საფეხურს სცილდება, პროცესი ასე გამოიყურება, ანუ ასტრონავტების ხედან დამაგრებულები არიან თავიანთ სკამებზე და აი ეს საეკიპაჟო მოდულში, კაფსულაში თითქოს სკამებზე არიან მიჯაჭულები, რადგან დაშორების მომენტში ხომალდი საკმაოდ ძლიერ ბიძგებს და ვიბრაციას განიცდის და ამ დროს შეიძლება უბრალოდ მოწყდე ადგილიდან და მიეჯახო შიგნით არსებულ საგნებს და დაზიანდე. მას შემდეგ, რაც ეს დაშორება დასრულდება, ხომალდი სტაბილურდება, იგი მშვიდ ფრენას იწყებს და მათ უკვე შეუძლიათ სკამებიდან ადგომა. რა ბედი ეწევა ICPS-ის მოდულს? იგი მოცილდება თუ არა კაფსულას, იქ სადაც ასტრონავტების ხედან, ჩართავს ძრავს და ამ ძრავის საშუალებით იგი გასცილდება, რომ კაფსულას არ შეეჯახოს შემთხვევით. შემდეგ იგი მოხვდება მთვარის გრავიტაციაში. მთვარის გრავიტაცია მას გასტყორცნის, ისევე როგორც შურდული ქვას გასტყორცნის მზის სისტემაში და უკვე ეს აპარატი სანამ რამეს არ დაიჯახება, სანამ რომელიმე პლანეტა მას არ მიიზიდავს, მილიონობით წლის განმავლობაში იფრენს მზის გარშემო. ისევე როგორც რაღაც პატარა მიკროსკოპული პლანეტა. და საბოლოოდ ეს არის ეკიპაჟის მოდული, ეს არის ეს კონუსური ფორმის ნაწილი, თეთრი და შავი დაბოლოებებით, რომელსაც აწერია NASA.
აქ ცხოვრობს ის 4 ასტრონავტი, ეს არის ხომალდის ერთადერთი ნაწილი, რომელიც დაბრუნდება დედამიწაზე. და მასზე არის დამონტაჟებული მართვის პანელები და სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემები. მაგრამ ეს კაფსულა ყოველგვარი ენერგიის ხარჯვის გარეშე, ანუ მთვარის გრავიტაციის საშუალებით მოფრინავს დედამიწისკენ. და აი უკვე დედამიწას უახლოვდება იგი წარმოუდგენელი სისწრაფით, ეს არის 50,000 კმ/სთ-ში, მსგავსი სისწრაფით ჯერ არც ერთი დედამიწაზე დასაჯდომი კაფსულა არ შემოსულა დედამიწის მკვრივ ატმოსფერულ ფენებში, ამიტომ კაფსულა ატარებს ძალიან საინტერესო მანევრს. როდესაც კაფსულა შემოდის ატმოსფეროს მკვრივ ფენებში, იგი როგორც ბეტონის კედელს ისე ეჯახება ამ ფენებს და იწყებს გავარვარებას და რომ მაინც და მაინც სიჩქარეც ვერ აგდებს, იმიტომ რომ 50,000 კმ/სთ-ში წარმოუდგენელი სიჩქარეა. და აკეთებს რას? აკეთებინებენ უпроსორად, აი ხედავთ როგორი ფორმა აქვს მას, აი როგორც წყალზე რო გაგისროლიათ ტყელი ქვა. იგი ეჯახება მკვრივ ფენებს, ახტომას აკეთებს ამ ფენებიდან. ამოდის ისევ ზედა ფენებში, იქ გრილდება, აგდებს სისწრაფეს და თავიდან შემოდის ატმოსფეროში. შემოსვლის შემდეგ უკვე იწყება პარაშუტების გაშლის მომენტი, ჯერ სათადარიგოსი, რომლებიც შემდეგ ამოწევენ ძირითად პარაშუტებს და ხდება წყალზე დაშვება კაფსულისა. კაფსულა 6 წუთით წვეთს კავშირს დედამიწასთან, მაშინ როდესაც იგი ვარვარდება, პლაზმაშია იგი გახვეული. წარმოიდგინეთ, ახლა საშინელება ხდება, ბორტს მიღმა 4 კაცი ზის ფაქტიურად მზეზე. და აი ის 6 წუთის განმავლობაში ვერ იგებს ჰიუსტონი, ანუ დედამიწა, ანუ მართვის პულტი ვერ იგებს. ცოცხლები არიან, ასტრონავტები არ არიან ცოცხლები და განსაკუთრებით ემოციური იყო, რა თქმა უნდა, არტემისის მისიის დროსაც, როდესაც კოსმონავტებმა პირველად თქვეს, რომ შემოვედით უკვე ცოცხლები ვართ, მაგრამ განსაკუთრებით ესე დრამატული იყო, რა თქმა უნდა, აპოლო 13-ის დროს, როდესაც 6 წუთის ნაცვლად 9 წუთი გაგრძელდა დუმილი და არავინ იცოდა გაუძლებდა თუ არა მთვარის მოდული იმ დატვირთვებს, რომელსაც როგორც წესი ვერ უძლებს ხოლმე, არც უნდა გაუძლოს, არც იყო მასზე გათვალისწინებული, ვისაც არ გაქვთ წინა ვიდეო ნანახი, აუცილებლად ნახეთ, იქ ძალიან საინტერესო მაქვს მომოყოლილი ამ ამბის შესახებ. მოკლედ არტემისი დაეშვა ბედნიერად, ჯანმრთელად, სადღეგრძელო გამომივიდა და აწი იწყება თავდავიწყება, ანუ აწი იწყება შესწავლა იმ შედეგებისა, რაც მათ ჩამოიტანეს და როგორც გითხარით, ათეულობით თუ არა, ასეულობით მეცნიერი მაინც და იცავს დისერტაციებს ამ გაბედული გოგონას და ბიჭების, ჩემი ასაკისთვის ასე არიან, მისიის შემდეგ. ახლა ისმის კითხვა, რომელსაც ძალიან ხშირად სვამენ. რა დაგვრჩენია მთვარეზე, რა გვინდა მთვარეზე, რა საჭიროა იქ. და ზოგადად რა საჭიროა კოსმოსი. რა ვიცი, ახლა პირველი რაც მახსენდება, კოსმოსი რომ არ გვექნებოდა GPS ნავიგაცია, ხო? გლობალური პოზიციონერების სისტემის. იმიტომ რომ თანამგზავრების საშუალებით ხდება ეს ყველაფერი. ანუ ჩვენი ადგილი დედამიწაზე, აი მე პირადად ჩემი ტელეფონით ვიცი, სწორედ ამ სისტემის გამო. ნუ რა თქმა უნდა, როდესაც ტყეში დადიხარო და ეს მე ჩემ პირადზე ვამბობ, ხა წარმოიდგინეთ უამრავი ის სერიოზულესი ამოცანა, რომელსაც წვეთს ადამიანი ნავიგაციის გარეშე. მეორეს ინტერნეტი, კავშირგაბმულობა, ძალიან ბევრი რამ, რაც დაკავშირებული არის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან, არის კოსმოსთანაც დაკავშირებული. ახლა მივედით უკვე მთავარ კითხვამდე, რა საჭიროა მთვარის ასეთი ათვისება. ნუ წინაპირობა უკვე ვთქვი, რომ რაც უფრო იზრდება ადამიანის მოთხოვნები კომუნიკაციაში და სხვა სფეროებში, მით უფრო მეტი თანამგზავრი გვჭირდება. ხოლო მთვარე გახლავთ ადგილი, საიდანაც მათი გაშვება ჩვენ ძალიან იაფი და ძალიან ნაკლებად ენერგოტევადი დაგვიჯდება. რატომ? იმიტომ რომ ისევ იმ მიზიდულობის გამო. 6-ჯერ ნაკლები მიზიდულობა ნიშნავს 6-ჯერ ნაკლებ ენერგიას, 6-ჯერ ნაკლებ რესურსებს, რესურსები რადგან ვახსენე, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ დღეს მთვარის მისიების სისწრაფე, რაც ვინ უფრო სწრაფად დაჯდება მთვარეზე და ვინ უფრო სწრაფად ააშენებს მასზე ბაზას, ეს უკვე იქნება როგორც აი კოლუმბი რო გადმოწყდა თავისი ეკიპაჟიანად ამერიკაში და ხელი დაადო და ესპანურია დღეს მთელი სამხრეთ ამერიკა, დაახლოებით ანალოგიური რამე გაკეთდება. დღევანდელი მთვარის
პოლუსები და განსაკუთრებით სამხრეთ პოლუსი უკვე იციან, რომ მდიდარი არის წყლით. რა ჭირდება ადამიანს მთვარეზე, რომ ნორმალურად იცხოვროს და რაღაც გააკეთოს, შექმნას. ეს არის ჟანგბადის ასუნთქად და ეს არის წყალბადი, როგორც საწვავი. და ჟანგბადსაც საწვავად გამოიყენებენ. ამისთვის კი არსებობს რესურსები. ეს რესურსი არის წყალი. რა თქმა უნდა, იმ მდგომარეობაში არა როგორც დედამიწაზე, მაგრამ ყინულების სახით ძალიან დიდი მარაგები გახლავთ პოლუსებზე, განსაკუთრებით სამხრეთ პოლუსზე. ის ქვეყანა, რომელიც პირველი დაჯდება სამხრეთ პოლუსზე, მას ექნება მთვარის რესურსების შეიძლება ჩავთვალოთ 90%. ანუ მთვარის მთავარი რესურსი გახლავთ დღეს თუ შემდეგ კიდე რაღაცები არ აღმოაჩინეს, ჰელიუმ-3-თან ერთად, რომელიც ჰიპოთეტური საწვავია მაინც და დამტკიცებული საწვავია, ეს გახლავთ წყალი. წყალი, რომელსაც ელექტროლიზის საშუალებით ჩვენ დავშლით წყალბადად და ჟანგბადად, წყალბადს და ჟანგბადს გამოვიყენებთ როგორც საწვავს და ასევე ჟანგბადს გამოვიყენებთ როგორც სასუნთქს. ასევე და იყო კითხვა, რომ რა იცით, რომ არის ასეთი ადგილები მთვარეზე, არის ეს უკვე დამტკიცებულია, რომ მთვარეზე ვულკანური ქმედების შედეგად და იმის შედეგად, რომ მთვარეზე 6-ჯერ ნაკლებია მიზიდულობის ძალა, იქ აუცილებლად იქნება ეგრეთ წოდებული ლავური მილები მიწის ქვეშ, რომლებიც უკვე დაიცავენ ადამიანს კოსმოსური გამოსხივებისგან და როგორც ვარაუდობენ, ამ ლავურ მილებში ტემპერატურა იქნება -10, -20 გრადუსი, ანუ იმდენივე დაახლოებით, რაც ჩვენ ზამთარში გვაქვს ხოლმე. ანუ გასაძლები ტემპერატურა, ანუ შეიძლება თბილად ჩაიცვა და იქ ნორმალურად იმუშაო. მთვარის ძირითადი მინუსი რა არის? რადიაცია, კოსმოსური რადიაცია, რომლისგანაც ადამიანმა თავი უნდა დაიცვას. მთვარეზე უნდა იაროს კაფანდრებით, რომლებიც მაინც და მაინც კარგად მას ვერ დაიცავენ. და აი მიწის ქვეშ უკვე აი მილებში მას თითქმის 100%-იანი დაცვა აქვს. და ეს იქნება ესეთი კოლონიზაცია მთვარის და ისევ მეორე, ვინც დაასწრებს აი ამ ადგილების ათვისებას, მას ექნება კოზირი, ძალიან დიდი კოზირი და ჯოკერი ექნება ხელში. კარგი ბატონო, ავაშენეთ. კარგი ბატონო, ვიპოვეთ წყალი, ვიპოვეთ ეს მილები, ვიწყებთ ბაზების მშენებლობას, რისთვის ჭირდება ეს ბაზები? ჭირდება იმისთვის, რომ აქ შევქმნათ კოსმოსური ხომალდები, კოსმოსური თანამგზავრები, რომლებსაც ჩვენ ნაკლები ძალით და ძალიან ეფექტურად გაუშვებთ კოსმოსში. აქედან გამომდინარე, ჩვენ კოსმოსის ათვისების პირველ და ძალიან მთავარ გლობალურ ეტაპზე გავალთ. აქედან ჩვენ უკვე შეგვეძლება ისეთი ტელესკოპების მონტაჟი თქვა მთვარეზე, საიდანაც ძალიან კარგად დავინახავთ ახლომდებარე პლანეტებს დავაკვირდებით, ახლომდებარე მზის სისტემებს, ჩვენს გალაქტიკას შევისწავლით, გარე გალაქტიკებსაც შევისწავლით, ანუ ძალიან ბევრი საინტერესო რამ შეიძლება ამ ყველაფერმა მოგცეს, რომელიც უკვე კაცობრიობას, როგორც წინა ვიდეოში ვთქვი, თუ ასე გაგრძელდა დეგრადაცია ჩვენი ბუნების, ჩვენ მოგვიწევს ძალიან ბევრი თაობის შემდეგ, მაგრამ მაინც მოგვიწევს პლანეტის დატოვება თუ არა ყველას, ყოველ შემთხვევაში რაღაც სათადარიგო მოედნის მოძებნას, რომელიც საბოლოოდ კაცობრიობის რაღაცა ნაწილის გადარჩენის საშუალებას და შანსს მოგცემს. როცა მე მთვარის წარმოშობაზე ვისაუბრე, მაშინ თქვი, რომ დედამიწა 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოადგენდა გავარვარებულ ბურთს, შემდეგ მას დაეჯახა დაახლოებით მარსის ხელა ციური სხეული, მოწყვიტა მას რაღაც ნაგლეჯები. ამ დაჯახების შედეგად დედამიწა გადაიხარა, ჩვენ მივიღეთ ესეთი ბრუნვის ამპლიტუდა, ამიტომ არის რომ დედამიწაზე არის სეზონების ცვლილება, დღეღამის ხანგრძლივობა გაიზარდა 24 საათამდე და ასე შემდეგ. მანამდე იყო 6 საათი. და ასეთი კითხვა იყო ერთ-ერთი კომენტატორისგან, რომ ვენერას რაღა დაემართაო, ესე ნელა როტრიალებს, იმას რაღა დაეჯახაო. ფაქტია, რომ მართლაც ვენერა არის ძალიან ზანტი, ყველაზე ზანტი პლანეტა არის მზის სისტემაში და კიდევ ერთი მომენტი. იგი ტრიალებს საათის ისრის მიმართულებით. აი ასე და არა ასე. ანუ იქ დასავლეთი აღმოსავლეთით არის და აღმოსავლეთი დასავლეთით. და ეს რა თქმა უნდა შეჯახებით არის გამოწვეული. შეჯახებით, რომელმაც როგორც ბრუნვის მიმართულება შეცვალა, ასევე დაამუხრუჭა პლანეტის ტრიალი. ვენერის ბრუნვის სისწრაფე ეკვატორზე წარმოადგენს 6,5 კილომეტრ/საათს. ანუ წარმოიდგინეთ, რომ სწრაფი ნაბიჯით რო იაროთ, ხო ადამიანი დადის 5 კილომეტრი/საათში, ხო? აი ცოტა სწრაფი ნაბიჯით რო იაროთ, აი ეკვატორზე მიდიხართ და მზეს გაყვებით.
ჩვეულებრივად. აი ეს რაფინა ბიჭი. მაშინ როცა დედამიწაზე ეკვატორზე დედამიწა ბრუნავს 1670 კმ/სთ. შეადარეთ ხო 6 კილომეტრი და 1600. და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მომენტი ვენერას ხოვრებიდან ის რომ წელიწადი გაცილებით მოკლეა ვიდრე დღე. ანუ ვენერა თავისი ღერძის ირგვლივ მთლიანი ბრუნის გაკეთებას ანდომებს 253 დღე, ხოლო მზის გარშემო ტრიალდება 225 დღეში. მაგრამ სამაგიეროდ მას ახასიათებს ატმოსფერული სუპერროტაცია. მასზე მძვინვარებს, მუდმივად მძვინვარებს ქარიშხალი, რომლის სისწრაფეც არის თითქმის 400 კმ/სთ. ეს არის ძალიან ძლიერი გრიგალი, რომელიც აგრევს ყველას და ყველაფერს და სწორედ ეს გრიგალი წრეს არტყამს 4 დღეში მთელ პლანეტას. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვენერას ასეთი ნელი ბრუნვა და ასეთი უკუღმა ბრუნვა გამოწვეული არის ძალიან ადრეულ პერიოდში რაღაც ციური გიგანტური სხეულის შეჯახებასთან, რამაც ჯერ შეაჩერა პლანეტა და შემდეგ უკანა სვლა მიცა მას და აი ეს ამიტომაც არის ვენერა გამორჩეული. ზოგადად ჩვენი მზის სისტემა ძალიან საინტერესოა. იგი მეტნაკლებად შესწავლილია და ჩვენ წარმოდგენა გვაქვს დაახლოებით რა ხდება მასზე და არა მხოლოდ თქვათ იმ პლანეტებზე, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, არამედ იმ მთვარეებზე, ანუ უბრალოდ ბუნებრივ თანამგზავრებზე, რომლებიც მათ ახლავთ. ჩვენ ერთი გვყავს, ერთი და გამორჩეული ჩვენი მთვარე, რომელსაც უნდა ვუმადლოდეთ დედამიწაზე სიცოცხლის არსებობით. მარსს 2 ყავს, იუპიტერს ათეულობით ყავს და სატურნს და ასე შემდეგ. თუ თქვენი სურვილი იქნება, მე გავაკეთებ ცალკე გადაცემას მზის სისტემაზე, ეს ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს წესით, იმიტომ რომ ყველა პლანეტას ჩვენი სისტემისას აქვს თავისი დამახასიათებელი ნიშნები, ყველას თავისი საოცარი თანამგზავრები ყავს, რომლებზეც შესაძლოა სიცოცხლის არსებობაც კი დადგინდეს. ანუ ბევრი რამ არის ისეთი, რაც ჩვენ დაგვაინტერესებს, თქვენ დაგაინტერესებთ, ამიტომ დამიწერეთ კომენტარში და მე ახლო მომავალში აუცილებლად ვეცდები ამ თემაზეც გავაკეთო ერთი ვიდეო. ახლა კი მინდა ამით დავასრულო ჩვენი საკმაოდ გრძელი მოგზაურობა არტემისთან ერთად და დაველოდოთ მომავალ მისიებს. იმედია ყველაფერი კარგად იქნება, პლანეტა გადარჩება ამდენი არანორმალური სხელში მიაღწევს 2028 წლამდე და კიდევ უფრო მეტ ხნამდე და ჩვენ გამოვიკვლევთ კოსმოსს, გამოვიკვლევთ და ჩავაყენებთ მას ჩვენ სამსახურში. ოღონდ ისე რომ არ დავაზიანებთ, რა თქმა უნდა, ისე როგორც ჩვევია ხოლმე ყველაფრის განადგურება და მოსპობა. მე კი ამით გემშვიდობებით, მინდა გისურვოთ საუკეთესო კვირა, მშვიდი, წყნარი და რაც თავარია, ცოდნით და წიგნიერ ადამიანებთან ურთიერთობით. მე ძალიან მალე დაგიბრუნდებით ძალიან საინტერესო ინტერვიუთი და ამიტომ ძალიან შორს არ წახვიდეთ, ვისაც არ გაქვთ აი ამ ზანზალაკზე დაჭერილი, ისინი ტოვებთ ხოლმე ჩემს ვიდეოებს. უბრალოდ გამოწერა არ ითვლება. აი ამ ზანზალაკს რო დააჭერთ, უკვე თქვენ ნოტიფიკაცია მოგივათ, რომ ახალი ვიდეო გამოვიდა და არ გამოგრჩებათ. შემდეგ არ დაგიგროვდებათ. რავი, ზოგიერთი აგროვებს კიდეც და შემდეგ ერთ ბაშად უყურებს, როგორც მე მაგალითად სერიალებს. ასე რომ მინდა გისურვოთ ყოველივე საუკეთესო, ჩვენ მალე შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.